ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბიოდენობით გამოწერის გამო 10 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუქმდა. მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს. ნინი მაისურაძეა დეტალებით. ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს მედიკოსები გასცემდნენ შესაბამისი დიაგნოსტირების, დასაბუთებისა და ასევე პაციენტებთან კონსულტაციის გარეშე, რის გამოც ერთ მედიკოს საქმიანობა სრულად შეეზღუდა, 8 მედიკოს კი 6 თვის ვადით შეუჩერდა საქმიანობის უფლება, ხოლო ერთს წერილობითი გაფრთხილება დაეწერა. რიგ შემთხვევებში დგინდება, რომ მედიკოსები ერთ პაციენტზე გასცემდნენ რამდენიმე ძლიერ ფსიქოტროპულ საშუალებას, მაგალითად ისეთ როგორიც არის ლირიკა, დიაზეპამი და ბაკლოსანი, ასევე დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში რეცეპტებს გასცემდნენ ისეთი მედიკოსები, რომლებსაც ამის უფლება საერთოდ არ ჰქონდათ, ხოლო დანიშნული დოზები დღიურ ნორმას 2-ჯერ ან 3-ჯერ აღემატებოდა. პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების გარდა ეს საქმეები გადაეცა, რიგი შემთხვევები გადაეცა სამართლებრივი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებსაც. მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონკრეტული ზომების გატარებასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს რიგი ექიმებისთვის სამედიცინო საქმიანობის შეჩერებას გარკვეული პერიოდით. ერთ შემთხვევაში ვფიქრობთ საერთოდ გაუქმებას ასეთი უფლებამოსილებისა და იმავდროულად გვაქვს ასევე გაფრთხილებაც გათვალისწინებული. არის რიგი გადაცნობებისა, რომელსაც შეიძლება უკავშირდებოდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი და ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ შესაბამისი მასალები გაეგზავნოს საგამოძიებო სტრუქტურებს იმისთვის, რომ მიეცეს ამას ყველაფერი სათანადო კვალიფიკაცია. გამოვლინდა დარღვევა რამოდენიმე ექიმის მიმართ, რომელთაც შეუჩერდათ თავიანთი საქმიანობა, ანუ ის სერტიფიკატი, რომელიც მას უფლებას ანიჭებდა, რომ საექიმო საქმიანობა განეხორციელებია. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც ექიმი აკეთებს იმ ქმედებას, რომელიც პაციენტის საზიანოდ არის მიმართული. ფსიქოტროპული პრეპარატები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ კონტროლის პრეპარატებია. აქედან გამომდინარე, აქაც შესაბამისი გადახრის პირობებში მოხდა იმ ექიმების იდენტიფიკაცია და ჩატარდა პროფილაქტიკური ღონისძიებები, რაც იმით ვიტყოდით, რომ შემდგომისთვის მსგავსი ფაქტები არ გამოვლინდეს. იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს, ჯანდაცვის სამინისტრო ნორმატიული ბაზის განახლებაზე და კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გამკაცრებაზე აქტიურად მუშაობს.